მებრძანდით ბატონო ზარანდია. იდგეს ფეხზე. როგორც გენებოთ. ბატონო ზარანდია, როგორ მოხდა რომ ჩემს მიერ ჩატარებული გადმობირების შემდეგ თქვენი ბიძაშვილი თუ თაშხია ხელმეორედ გააბრაგდა? მაგ საკითხთან დაკავშირებით ვიცი მხოლოდ ის, რომ თუ თაშხიას გადმობირება და ჩვენ სამსახურში გამოყენება შეუძლებელი რამ არის. მისი ხელმეორედ გააბრაგება სწორედ თქვენს მიერ ჩატარებული ეგრეთ წოდებული გადმობირების შედეგია, ბატონო პოლკოვნიკო. ეგრეთ წოდებული? მისი ბრწყინვალება გრაფი გაფრთხილებდათ, რომ თქვენს იმედს პერსპექტივა არ ჰქონდა. ჩემის მხრივ პეტერბურგში დაკაც რამდენჯერმე მოგახსენეთ იგივე. თვით გადმობირების პროცესში პოლიცმეისტერმა ნიკანდრო ქილიამაც გითხრათ, რომ თუ თაშხიას აღთქმა და თანამშრომლობის ხელწერილი ტყუის მეტი არა იყო რა. თქვენ არ დაიჯერეთ და ის შედეგიც. კარგად მოგესალმებით, რომ მე ზურგს უკან მოქმედება არ მჩვევია. ამიტომ გაფრთხილებთ. მე მაქვს ყველა მასალა იმისათვის, რომ აღიძრას თქვენს წინააღმდეგ გამოძიება. სამსახურის გამოყენებისათვის პირად ინტერესებში. ეს გამოიხატება საკუთარი ბიძაშვილის მფარველობაში. ამას დაემატება ბრალდება ზემდგომი თანამდებობის პირის მიმართ ინტრიგების ხლართვაში. თქვენ ურჩიათ თუ თაშხიას თანამშრომლობის ხელწერილი დაერღვია. ამით ჩემი პროფესიული უვიცობის დამტკიცება გსურდათ. ეს რა არის? ამ წუთში მოგახსენებთ თქვენ ბრწყინვალება. აი ამ საქაღალდის პირველი გვერდით წარმოადგენს ჟანდარმერიის პოლკოვნიკ სეხნიევის მიერ ჩადენილ სახელმწიფო პოლიტიკურ სისხლის სამართლისა და ზნეობრივ დანაშაულებათა ნუსხას. ხოლო დანარჩენი 83 გვერდი მამტკიცებელი საბუთებია. ბატონო ზარანდია, გაგიშდით. მე მომიცით განვაგზავ თქვენ ბრწყინვალება. აქ არის საბრალდებო დასკვნა, რომელიც იწყებებით, რომ ზნეობრივ დანაშაულში ამხილებს პოლკოვნიკ სეხნიევს. გარყვნილებითა და სქესობრივი აღვირახსნილობით თანხლებული მრუშობა პეტერბურგში, მოსკოვში და ჩვენთან თბილისში, ქალბატონ ჟანე დე ლამიესთან. აი ქალების ჩვენებები და ფოტომასალაც. და ამას ჩადის დიდგვაროვანი ცოლშვილიანი კაცი. თქვენ ყველა სიკეთესთან ერთად პრიმიტიული ჭორიკანაც ყოფილხართ ზარანდია. შემდეგ ნაქურდალის საქონლის შეძენა. ბატონო პოლკოვნიკო, თქვენს მიერ შეძენილი დიდი მოღოლის ხალიჩა პეტერბურგს არ გაგზავნილა. იგი ჩვენს მიერ არის კონფისკებული და ნაქურდალი პატრონს დაუბრუნდა. როგორ თუ ნაქურდალი მეს არ ვიცოდი? შემდეგ მოდის პროფესიული უვიცობა და მოვალეობისადმი გულგრილი დამოკიდებულება. აქ საბუთები მრავლად არის. როგორ კვალიფიკაციას მისცემს სამხედრო საველე ტრიბუნალი ამ დანაშაულებებს და რას დაარქმევს მათ, მე ამაზე თავს შევიკავებ. რას? რა დანაშაულებებს? თქვენ ბატონო პოლკოვნიკო, დანაშაულებრივ კავშირში შეხვედით ავსტრო-უნგრეთის ჯაშუშთან, მადმაზელ დე ლამიესთან. მიეცით მას სპადოვსკის მიერ გადმოგზავნილი პროკლამაცია ფოტოგრაფირებისათვის და ეს ბოროტმოქმედება თქვენს ნომერში მოხდა. თქვენ ხელი შეუშალეთ ჩვენს აგენტებს და ეპატიმრებინათ ეს ჯაშუში მატარებელში ჩაჯდომის დროს. თქვენ უზრუნველყავით მისი გაქცევა საზღვარგარეთ და ყოველივე ამაში მიიღეთ 25,000 რუსული მანეთი. აი თქვენი ხელმოწერა. აი ეს საქაღალდე მეორასლად მაქვს. ერთი ჩაგბარდება თქვენ, ხოლო მეორე შინაგან საქმეთა მინისტრს. თუ დაუყოვნებლივ არ გადადგებით თანამდებობიდან. ეს რა ხდება თქვენ ბრწყინვალება? ხდება ის, რომ თქვენ ქვეყანა და სახელმწიფო საზღვარი გონიათ. თქვენ მხოლოდ მიგავთ და არაფერს იძლევთ სანაცვლოდ. არაფერი გწამთ საკუთარი სტომაქის მეტი. სახელმწიფოს კი რწმენა ფანატიზმამდე აყვანილ რწმენას სჭირდება. თქვენ როგორ მოიქცევდით ჩემს ადგილზე ბატონო ზარანდია? მე თავს მოვიკლავდი. თქვენ ამას არ გააკეთებთ, რა თქმა უნდა.
ამიტომ უნდა დაწეროთ გადადგომის პატაკი. დათხოვნა, რომ გადმოგიყვანონ კავკასიაში, საპატიმრო ადგილების სამმართველოს უფროსად. უნდა გავიწყდებათ, რომ თქვენ ნაქართველარი ხართ. ხოლო ქართველი კაცი ბოლოს და ბოლოს თავის მიწას უბრუნდება. უმეტეს შემთხვევაში, რა თქმა უნდა. ღმერთო ჩემო. ღმერთო ჩემო.